მოგესალმებით. მე ვარ ნინა შანხოფი და დღეს ვისაუბრებთ სატურნის ტრანზიტზე თევზებში. 29 მარტს 2025 წლის სატურნი ვედური ასტროლოგიის მიხედვით იცვლის ნიშანს და გადადის თევზებში და ამ დღეს კიდევ ისეც აძლიერებს, რომ თამზის დაბნელებაა. აქედან გამომდინარე ძალიან ძლიერი დღე გვექნება ენერგეტიკულად. და ასევე სატურნის ტრანზიტი რა თქმა უნდა საყურადღებოა, რადგან თევზებში განსაკუთრებით ბევრ ცვლილებას იწვევს ხოლმე სატურნის ტრანზიტი. და სანამ ზოგადად გადავალთ თითოეული ასცენდენტისთვის, რა შეიძლება მოყვეს ამ ტრანზიტს, მინდა ვისაუბროთ, როგორ უნდა შევხედოთ საერთოდ სატურნის ტრანზიტს ჩვენს ნატალურ რუკაში. ესე იგი, ძალიან ბევრისთვის სატურნი არის კარმის მატარებელი, ნეგატიური, ასე ვთქვათ, დამსჯელი პლანეტა, რომლითაც ეშინიათ. მაგრამ სინამდვილეში სატურნის ენერგია არის ძალიან სუფთა, ძალიან დამხმარე ჩვენთვის, რადგანაც აი 3 წლის განმავლობაში, როდესაც სატურნი იმ სახლში იქნება, რომელსაც თქვენს რუკაში გადადის, თუ თქვენი თანამშრომლებთ ამ ენერგიასთან და სწორედ გამოიყენებთ, შეიძლება წარმოუდგენლად დიდ შედეგებს მიაღწიოთ. დასაწყისში პირველი 3-დან 6 თვემდე არის ხოლმე ფაზა, როდესაც თითქოს აი სატურნი შემოდის ამ ცხოვრების ამ სფეროში და ყველაფერი, რაც არასწორად იყო, ყველაფერს, რასაც არასწორად აკეთებდით ან არ აკეთებდით, ან თქვენთვის საზიანოს აკეთებდით, ამ კუთხით იქნება ხოლმე პრობლემა. საჭიროა რომ ვიყოთ ძალიან დაკურვებული ამ თვალსაზრისით და ყველანაირი პრობლემების და ყველანაირი ზედმეტი, ასე ვთქვათ, პროტესტის გარეშე უბრალოდ შევცვალოთ ჩვენი მიდგომა რაღაცა საგნების მიმართ. რასაც უფრო ჩავეჭიდებით ჩვენს იმ გზას, რასაც ადრე ვედექიდან როგორც ვაკეთებდით და არ მოქონდა კარგი შედეგი, მით უფრო რთული იქნება ჩვენთვის. ანუ სატურნის ენერგია არის ძალიან ძლევამოსილი ენერგია და მასთან თანამშრომლობით შეიძლება ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიოთ ამ სფეროებში. და თუ რომელ სფეროზე იქნება რომელი ასცენდენტისთვის საუბარი, ამას განვიხილავთ და თქვენს უფრო ყურადღებით იქნებით იმ კუთხით თქვენ ცხოვრებაში რა ხდება. დავიწყოთ ვერძი ასცენდენტიდან. ვერძი ასცენდენტისთვის სატურნი გადადის მე-11-დან მე-12 სახლში და განაგებს კარიერის მე-10 სახლს და მე-11 სახლს, რომელიც შემოსავლებს უკავშირდება. მე-11 სახლიდან, ეხლა როდესაც მე-12-ში გადავა, სავარაუდოდ თქვენთან იქნებოდა ბოლო რამოდენიმე წელი, 2003 წლის შემდეგ, სანაცნობო წრესთან გექნებოდათ პრობლემები. სატურნმა სავარაუდოდ გადაარჩია იქ თქვენ მეგობრებში და თქვენ ნაცნობებში ის ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ერთგული, რომლებიც არ იყვნენ საჭირო თქვენთვის, შეიძლება შეზღუდა ძალიან სანაცნობო წრე. შეიძლება შეგიზღუდათ შემოსავლები. და ეხლა გადადის სატურნი მე-12 სახლში, იქიდან გამომდინარე, რომ ასპექტს მისცემს შემდეგ მეორე სახლს, მე-6 სახლს და მე-9 სახლს, ყველა ვარიანტში დიდი შანსია, რომ ეს ტრანზიტი იქნება რაღაცა სამსახურთან დაკავშირებული და იქიდან გამომდინარე, რომ მე-12 სახლი ეხება საზღვარგარეთს, დიდი შანსია, რომ წახვიდეთ საზღვარგარეთ სამუშაოდ, თუნდაც ან დაიწყოთ მუშაობა რაღაც უცხოურ კომპანიაში. თუმცა ეს არ იქნება რაღაც ისეთი, რაც ადვილი, რის გაკეთებაც ადვილი იქნება თქვენთვის და სავარაუდოდ დასაწყისში მოგიწევთ ბევრი შრომის ჩადება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სატურნია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაგიფასდებათ, როცა მაგალითად პირველი ნახევარი წელი გავა და შეფასდება სატურნის მიერ თქვენი გულმოდგინება. ასევე მე-12 სახლი არის ძილთან დაკავშირებული და შეიძლება ეს რაღაცა ძილთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ. სულიერებაში შეიძლება დაგჭირდეთ, ასე ვთქვათ, რაღაც პრაქტიკების შესრულება. თუ იგრძნობთ, რომ რაღაც გაკლიათ თითქოს, ან შეიძლება სატურნმა იქ შექმნას ამ ცვლილებებთან დაკავშირებული
ასე ვთქვათ, შფოთვები, აუცილებლად დაიწყეთ რაღაც სულიერი პრაქტიკა. ის, რაც თქვენთვის ადვილი არ იქნება გასაკეთებლად და შეიძლება დიდად სასიამოვნოც არ იყოს, მაგრამ აუცილებლად დაგიფასდებათ ეს და მოიტანს ძალიან კარგ შედეგს თქვენთვის. რაც შეეხებათ კუროებს. კუროებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზიტი იქნება სატურნის, რადგანაც მე-10 სახლიდან გადადის მე-11 სახლში. მე-11 სახლი ეს არის ჩვენი სურვილების ასრულების სახლი. ეს არის სახლი, რომელიც გულისთვისაც ძირითადად დედამიწაზე ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა სატურნი გადადის იქ, თქვენ შეგიძლიათ ეს ძალიან დიდი ენერგია, რომელიც არის პლანეტა სატურნი, სათქვენოდ გამოიყენოთ, ოღონდ დაჯდება ეს თქვენთვის ძალიან დიდ ძალისხმევად და დისციპლინად. და ყველაზე მთავარი რა რჩევაც მინდა კუროებს მივცე, რომ უნდა მოიკრიბოთ მოთმინება. რადგანაც სატურნი გვაძლევს ამ ყველაფერს, რასაც ვიმსახურებთ, მაგრამ აგვიანებს. სატურნს არ უყვარს სულსწრაფი ადამიანები, ანუ ეს ტრანზიტი გრძელდება ახლა 2028 წლამდე და შეიძლება წელს ჩადოთ ძალიან დიდი ძალისხმევა თქვენი სურვილების განხორციელებაში და ჯერ ის შედეგი ვერ მიიღოთ. უბრალოდ უნდა დაწყნარდეთ და იცოდეთ, რომ გარანტირებულად ასრულდება თქვენი სურვილები, მაშინ როდესაც დისციპლინირებულად, მოზომილად ყოველთვის აკეთებთ იმას, რაც საჭიროა ამისთვის. ასევე რადგანაც პირველ სახლზე აძლევს ასპექტს ეს ტრანზიტი, ეს ტრანზიტი ეხება არა მარტო ერთ სფეროს, არამედ ეხება ყველაფერს. ანუ აი დისციპლინა ყველაფერში იქნება თქვენთვის საჭირო. დაწყებული კვებიდან, დამთავრებული ფიზიკური აქტივობით, თუ რას აკეთებთ, ყველაფერი აისახება პირდაპირ თქვენზე, რადგან პირველ სახლზეა ასპექტი და აქ შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ სატურნის ენერგია და ის რაც გეზარებოდათ ვთქვათ და ყოველთვის გინდოდათ გაკეთებინათ საკუთარი თავისთვის, ხა სატურნის ასპექტი ექნება იქ და უფრო დიდი შანსია რომ ეს იზარმაცე დაიძლიოს და ესე იგი ეს შედეგები რომელსაც მიიღებთ იყოს უფრო გარანტირებული. უბრალოდ რა თქმა უნდა მოთმინება უნდა მოიკრიბოთ აქაც. მე-5 სახლზე ასპექტი სატურნის შეიძლება იმით გამოიხატოს, რომ სასიყვარულო ურთიერთობების სახლია მე-5 სახლი და გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე, თუ ურთიერთობაში ხართ და მოგინდეთ უფრო სერიოზული ურთიერთობა. ან თუ არ ხართ ურთიერთობაში, ვიღაც გაიცნოთ, ვისთანაც ერთად სერიოზული ურთიერთობა გექნებათ. და ასევე მე-8 სახლი იწვევს იმას, რომ შეიძლება რაღაცა თემები წამოიწიოს, რაც იქამდე დაფარული იყო და არ იცოდით. ასევე შეიძლება იყოს რაღაცა თემები მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, რადგანაც მე-8 სახლი არის მემკვიდრეობა და გაითვალისწინეთ, რომ სატურნის ასპექტი მოითხოვს იმას, რომ ყველაფერი სამართლიანად მოხდეს, ანუ რაც გეკუთვნით, იმას მიიღებთ, რა თქმა უნდა, და რაც არ გეკუთვნით, რა თქმა უნდა, სატურნი იმას არავის არ შეარჩენს. ასე რომ კუროებმა უნდა მოიკრიბოთ მოთმინება და ეხლა არის ზუსტად ის დრო, თუ ყოველთვის გინდოდათ, რომ ბევრი რაღაც შეგეცვალათ ცხოვრებაში, შეიძლება რომ ეხლა იყოს ზუსტად ის დრო, როცა სატურნი დაგეხმარება თამაში და თქვენ სურვილებს მიაღწევთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის ასევე თქვენი გარემო, ადამიანების გარემო, რომელიც გარს გაკრავთ და შეიძლება შემოვიდნენ თქვენს სანაცნობოში ისეთი ადამიანები, რომლებიც დიდხანს დარჩებიან იქ, რადგანაც სატურნი განაპირობებს ამ უფრო გრძელვადიან ურთიერთობებს. წარმატებას გისურვებთ კუროებო და აბა თქვენ იცით. რაც შეეხებათ ტყუპებს. ტყუპებისთვის არის ძალიან საინტერესო ტრანზიტი. მე-9 სახლიდან სატურნი გადადის მე-10 სახლში. ეს დარმა კარმა მანიპატი იოგას ქმნის, რომელიც ძალიან წარმატებულია. და ასევე ასპექტს აძლევს მე-10 სახლიდან მე-12 სახლს, მე-4 სახლს და მე-7 სახლს.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კარიერასთან იქნება დაკავშირებული სატურნის ტრანზიტი, იქიდან გამომდინარე, რომ 1000 სახლშია. და კარიერაში პასუხისმგებლობები სამსახურში აუცილებლად გაიზრდება ადამიანთან. ეს კარგ შემთხვევაში, იმიტომ რომ აი ტყუპები ასცენდენტისთვის და მე-12 სახლი, როდესაც არის თევზებში, ხშირად არის, რომ არ იციან რა გააკეთონ ტყუპებმა და კარიერაში დიდად წარმატებული შეიძლება ვერ იყვნენ, მაგრამ როდესაც სატურნი გადადის, უკვე უნდა ვიცოდეთ, რომ სიზარმაცის და ზედაპირულობის დრო არ არის და საჭიროა, რომ რაღაცა ის, რასაც ახლა ვაკეთებთ, უფრო სერიოზულად მოვეკიდოთ და დიდი წარმატება შეიძლება ამან მოგვიტანოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სერიოზულად მიუდგებით, მაგალითად, თუ შემოგთავაზეს დაწინაურება სამსახურში, აუცილებლად უნდა მიიღოთ იქიდან გამომდინარე სატურნის ზის იქ და შეიძლება ამ პოზიციაზე უარის თქმა უფრო ნეგატიურად აისახოს. შეიძლება მოგიწიოთ უფრო მეტი მუშაობა, ვიდრე დაინახავთ შემოსავალს, მაგრამ სატურნთან არაფერი არ იკარგება არასოდეს და აუცილებლად დაგიფასდებათ ეს მოგვიანებით. მე-12 სახლთან, რადგანაც ასპექტს აკეთებს სატურნი, შეიძლება იყოს შემოთავაზებები უცხოეთიდან, ან უცხოეთში წახვიდეთ სამუშაოდ, ან რაღაცა უცხოურ ბაზარზე გახვიდეთ. მე-12 სახლი შეიძლება იყოს ჩართული აქედან გამომდინარე. და შეიძლება დაბრკოლებებიც იყოს, თქვათ, უცხოეთში თუ წახვედით სამუშაოდ, მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა აუცილებლად დალაგდება. მოთმინება არის საჭირო რომ მიქონიოთ. და მე-4 სახლზე აკეთებს სატურნი ასპექტს და ასევე მე-7-ესაც. აქედან გამომდინარე დიდი შანსია, რომ შეგექმნათ რაღაცა ზედმეტი ოჯახური ვალდებულებები. ანუ ისეთი რაღაცეების გაკეთება მოგიწიოთ თქვენი ოჯახისთვის, რაც თქვენ არ გევალებოდათ. მაგრამ რა თქმა უნდა, ამას თავი არ უნდა ავარიდოთ. და რაც უფრო პრეტენზიების გარეშე და რაც უფრო ბეჯითად გავაკეთებთ ამ ყველაფერს, კიდევ უფრო დაგვიფასდება. მე-7 სახლზე რახან აკეთებს სატურნი ასპექტს, ეს შეიძლება იყოს რაღაცა გამოცდის პერიოდი თქვენი ოჯახური მდგომარეობისთვის, როდესაც აი რაღაცა უფრო სერიოზულად უნდა აღიქვათ, ვიდრე არის. შეიძლება ბიზნეს პარტნიორი გაიჩინოთ გრძელვადიანი, რადგანაც მე-7 სახლი ბიზნეს პარტნიორების სახლიც არის. შეიძლება ვთქვათ, აი მეუღლესთან ერთად დააარსოთ რაიმე ბიზნესი ან მეგობართან ერთად და გქონდეთ იქ გრძელვადიანი ბიზნეს ურთიერთობები. და ასევე ტყუპებისთვის სულიერი ტრანსფორმაციის პერიოდიც იქნება, რადგანაც მე-8 სახლის ფლობელი არის სატურნი და შეიძლება აი ამ სამსახურთან დაკავშირებულ მოცვლილებებმა, პასუხისმგებლობის აღებამ გამოიწვიოს თქვენში ის, რომ სულიერი ძალიან დიდი ტრანსფორმაციები განიცადოთ. ანუ სამსახურიდან წამოვიდეს ის, რომ პირდაპირ არ აკეთებდეთ ამ ყველაფერს და პირდაპირ არ იყოთ სულიერებას ჩართული, მაგრამ დიდი ტრანსფორმაციები განიცადოთ. რეალურად არის ძალიან წარმატებული ტრანზიტი თუ ადამიანი გამოიყენებს, რადგანაც სატურნის ენერგია შეიძლება მე-10 სახლში ძალიან კარგად გამოიყენოთ და მიაღწიოთ, ასე ვთქვათ, თქვენი კარიერის პიკს მომავალი 3 წლის განმავლობაში. და ყველაფერი თქვენზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერი სამართლიანად იქნება. ანუ იმას, რასაც გააკეთებთ, იმის საფასურს მიიღებთ აუცილებლად. ის რომ რაღაცაში არ გაგიმართლოთ და ძალიან ბევრი შრომა ჩადოთ რაღაცაში და არ გამოვიდეს, ამის შანსი არ არის, რადგანაც სატურნი ამის გარანტიას იძლევა. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ კარიერაში. რაც შეეხება კირჩხიბებს, კირჩხიბებისთვის მე-8 სახლიდან მე-9-ში გადადის სატურნი და მთავრდება საკმაოდ რთული პერიოდი ტრანსფორმაციების, რადგანაც სატურნი იყო მე-8 სახლში. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეიძლება ადამიანს ქონოდა საკმაოდ რთული პერიოდი, რომ ის გაკვეთილები გაეარა და ესწავლა, რაც დიდად არ უნდოდა. და აქედან გამომდინარე, თუ კარგად გაიარეთ ეს პერიოდი დანაყოფიერად, შეიძლება დაინახოთ, რომ ეხლა რომ შეადაროთ საკუთარი თავი
საკუთარ თავს 3 წლის წინ ძალიან დიდი განსხვავება უნდა იყოს წესით. და როგორც იქნა დაისვენებთ ამ ყველაფრისგან და ამოვა სატურნი მერვე სახლიდან მე-9-ში გადავა. ძალიან ბევრი დახმარება იქნება ღმერთისგან, რადგან მე-9 სახლი ღმერთის არის, მასწავლებლებისგან მიიღებთ რაღაცა ძალიან ბევრ ცოდნას. ასპექტს აკეთებს სატურნი მე-11 სახლზე, მე-3 სახლზე და მე-6 სახლზე. მე-11 სახლის ასპექტი ესე იგი ძალიან წარმატებული იქნება იქიდან გამომდინარე, რომ მე-9-დან აკეთებს მე-11 სახლზე ასპექტს. შეიძლება შეიცვალოს თქვენი სოციალური წრე, ჩამოყალიბდეს გრძელვადიან პერსპექტივით რაღაცა კონკრეტულ ჯგუფად თქვენს გარშემო და ეს იქნება მაღალი ცნობიერების ადამიანები, იქიდან გამომდინარე, რომ სატურნი ახლა არის მე-9 სახლში. ასევე მე-9 სახლი არის შორმანძილზე მოგზაურობები და დიდი შანსია, რომ დაიწყოთ ამ პერიოდში შორმანძილზე მოგზაურობა და ეს იყოს ყველაფერი რაღაცა, თქვათ, სწავლასთან დაკავშირებული იყოს შეიძლება რაღაცა სულიერ სწავლასთან ან მასწავლებელთან წახვიდეთ სხვა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, სატურნია და იქ რაღაცა დაბრკოლებები შეიძლება შეიქმნას, მაგრამ სატურნს უყვარს ძალიან ჩამოყალიბებული მიზნები. შეიძლება ახალი შეგეშალოთ, რომ წახვიდეთ უბრალოდ გასართობად საზღვარგარეთ. მაგრამ თუ გაქვთ კონკრეტული გეგმა, რომ აი მე იმ რაღაცისთვის მივდივარ იქ, მაშინ უფრო დიდი შანსია, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს. ასევე მე-3 სახლსაც აკეთებს ასპექტს, რა თქვენს გააზიარებთ თქვენ ცოდნას, ანუ სხვა ადამიანებსაც დაეხმარებით. და მე-6 სახლზე სატურნის ასპექტი ალბათ ყურადღებას მიგაქცევინებთ ძალიან ყოველდღიურობაზე, ანუ თქვენი ყოველდღიურობა უფრო სტრუქტურირებული უნდა იყოს, თქვათ, ადრე ადგომა იქნება, თქვათ, ეს თუ რაღაცა კონკრეტული მანტრის გამეორება, უნდა იყოს სტრუქტურირებული, რადგანაც სატურნის ასპექტი აქვს მე-6 სახლს და ასევე შეიძლება რაღაცა დაავადებებთან დაკავშირებით უფრო დღის სინათლეზე ამოვიდეს რაღაცა შინაგანი, რაზეც არ გქონდათ ინფორმაცია და ისე მოგვარდეს. იქიდან გამომდინარე, რომ სატურნი მერვე სახლიდან, ანუ შინაგანი თემებიდან ამოდის უფრო ზედაპირზე და მე-9 სახლში ცოდნის სახლში იქნება. საერთო ჯამში ძალიან წარმატებული ტრანზიტი უნდა იყოს ეს თქვენთვის და სულიერებასთან უნდა, ასე ვთქვათ, გააღვივოთ თქვენი ურთიერთობა ამ პერიოდში. რამდენადაც ცოდნას შეიძენთ და რამდენადაც ხოტესები არ უნდა დაარღვიოთ კიდევ, რადგანაც სატურნი მე-9 სახლში ტრანზიტით ძალიან ესე კონკრეტულად ყველაფერს ამოწმებს, რასაც აკეთებთ და ყოველთვის წესების დაცვით, კანონის დაცვით ყველაფერი უნდა გააკეთოთ ამ პერიოდში, რომ უკეთესად გამოვიდეს და უფრო გაგიმართლოთ. წარმატებებს გისურვებთ, გირჩხიბებს. რაც შეეხებათ ლომებს, ლომებისთვის სატურნი გადადის მერვე სახლში და აძლევს ასპექტს მე-10 სახლზე, მე-2 სახლზე და მე-5 სახლზე და აქედან გამომდინარე, ლომებისთვის ეს პერიოდი იქნება ძალიან ტრანსფორმაციული. რადგანაც მერვე სახლში სატურნის გადასვლა ეს ნიშნავს უკვე თავისთავად, რომ დიდი ტრანსფორმაციების წინაშე იქნება ადამიანი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ძალიან რთული პერიოდი იქნება. ანუ გააჩნია რომელი მაჰადაშა გაქვთ, ორი ვარიანტია. შეიძლება ადამიანი თვითონ ნებაყოფლობით დაიწყოს ადამიანმა თავის თავზე მუშაობა და გაიაროს დიდი ტრანსფორმაციები, მაგრამ თუ მაჰადაშა არ უწყობს ხელს, შეიძლება რომ რაღაცა მოხდეს და ამან გამოიწვიოს ის, რომ ადამიანს მოუწიოს არანებაყოფლობით ამ ტრანსფორმაციების გავლა. ასევე ყურადღება იქნება მისაქცევი საქმიანობაზე, განსაკუთრებით 28 აპრილიდან იქნება სატურნი ვარსკვლავში, რომელიც
აი გულწრფელობასთან არის დაკავშირებული და ადამიანების ნაწილი, ლომების დიდი ნაწილი დაფიქრდება იმაზე, რამდენად გულწრფელია იმაში, რომ ის საქმიანობა, რასაც ამას აკეთებს, რამდენად ავსებს მას და თუ არ არის ის, რაც მისი სულისთვის არის პრეროგატივა, შეიძლება დიდი შანსია, რომ შეიცვალოს საქმიანობა და ჩადოს შემდეგ შრომა ძალიან დიდი იმ საქმიანობაში, რომელსაც აირჩევს. მეორე სახლზე ასპექტიც ამას ნიშნავს, რომ შეიძლება შემოსავლები ისევ ადვილად არ იღებდეს რესურსებს სამყაროსგან, მაგრამ აი შრომის შედეგად, რაც უფრო დრო გავა ამ ტრანზიტში და რაც უფრო სწორედ გადის ადამიანი ტრანსფორმაციებს, უფრო და უფრო მოიმატებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი როდესაც სატურნი გადადის მერვე სახლში და შემდეგ გავა პირველი წელი, მეორე წელი, უკვე მეცხრესკენ როცა მიდის, მაშინ ადამიანს უჩნდება ხოლმე, რომ სხვა ადამიანებს დაეხმაროს ესეთი, ასე ვთქვათ, სურვილი. და მნიშვნელოვანია, რომ ჯერ საკუთარი თავი განკურნოს, ანუ გამოიყენოს მთლიანად ეს ტრანზიტი მერვე სახლში და შემდეგ გადავიდეს სხვა ადამიანების განკურნებაზე, როდესაც სატურნი უკვე მეცხრე სახლში გადავა. ასევე შეიძლება მეხუთე სახლიდან გამომდინარე ადამიანს კონდეს უფრო მეტი ვალდებულებები შვილებთან დაკავშირებით, წამოვიდეს იქ რაღაცა თემები, რაღაცა ცოდნის შეძენა მოუნდეს უფრო მეტი. და საბოლოო ჯამში ეს მერვე სახლის სატურნის ტრანზიტი მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად ნაყოფიერად გამოიყენებთ ამ ტრანზიტს და რამდენად ნებაყოფლობით მართლა სერიოზულად აღიქვამთ თქვენ პრობლემებს და არ, ასე ვთქვათ, არ დატოვებთ ზედაპირზე, რომ რაღაცა მაწუხებს, მაგალითად, ჩემს საქმიანობაში არ არის ყველაფერი ისე, იმას არ ვაკეთებ, რაც მინდა, მაგრამ არ აუშავს იყოს ესე, ამას სატურნი არ მოითმეს და მაშინ აუცილებლად შეიქმნება რაღაც პრობლემები. საბოლოო ჯამში, როდესაც დამთავრდება ეს ტრანზიტი და უკან მოიხედავთ, იქნება ძალიან ბევრი სამუშაო გაკეთებული და ძალიან აყოფიერი იქნება ეს ყველაფერი. ასე რომ, წარმატებებს გისურვებთ, ლომებო. რაც შეეხებათ ქალწულებს, სატურნი გადადის მეშვიდე სახლში და ასპექტს აძლევს მეცხრე სახლზე, პირველ სახლზე და მეოთხე სახლზე. ეს ნიშნავს იმას, რომ სატურნი, რომელიც არის მფლობელი მე-10 და მე-11 სახლების და გადადის მეშვიდე სახლში, დიდი აქცენტი იქნება და ტრანსფორმაციები წამოვა ოჯახური ურთიერთობებიდან. შეიძლება იყოს ეს მაგალითად დედასთან ურთიერთობა, შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მეოთხე სახლზე აკეთებს ასპექტს, შეიძლება იყოს მეუღლესთან, პარტნიორთან ურთიერთობა და უფრო მეტი ძალისხმევის ჩადება მოგიწევთ ამ თემაში. მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეიძლება ანუ აუცილებელი არ არის, რომ მაგალითად ნეგატიურად აისახოს თქვენ ოჯახურ ცხოვრებაზე, თუ თქვენ ამ პასუხისმგებლობებს სერიოზულად მიუდგებით და ურთიერთობაში ის რაც არ მოგწონთ ტრანსფორმაციას გაივლის, უფრო მყარი ხდება ურთიერთობა შემდეგ. ანუ როდესაც სატურნი გადავა, შემდეგ სახლში დაინახავთ, რომ თქვენი ურთიერთობა ბევრად უფრო მყარია და სასურველია, ვიდრე იყო, მაგრამ ამას დაჭირდება მუშაობა, უბრალოდ ისე არ იქნება ეს და მეცხრე სახლზე ასპექტი ხშირად ქმნის იმის სურვილს, რომ რაღაც ცოდნას დაეუფლოთ, მიიღოთ უმაღლესი ცოდნა, განვითარდეთ. ეს არის ცოდნა, რომელიც უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს ადამიანს და პირველ სახლზე ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ სატურნი, როდესაც მეშვიდე სახლშია, პირდაპირ ყველაზე ძლიერ ასპექტს აკეთებს პირველ სახლზე და ეს არის დრო, როდესაც უნდა მოწესრიგდეს თქვენი ყოველდღიურობა. ანუ უნდა შეიქმნას სტრუქტურა ყოველდღიურობაში, უნდა შეიქმნას სტრუქტურა საკუთარ თავზე ზრუნვაში. იმიტომ რომ მაგალითად შეიძლება ყოველ დღე არ დგებოდით ერთ და იგივე დროს, მაგრამ სატურნი როდესაც გადავა, თქვენი ჯანმრთელობისთვის უკეთესია, რომ ერთი და იგივე დროს ადგეთ. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი. თუ გექნებათ დილის რუტინა, მაგალითად, გააკეთებთ რაღაც სავარჯიშოებს, გააკეთებთ მედიტაციას,
და ამას გააკეთებთ ნებისმიერ შემთხვევაში. რადგანაც თუ თქვენი ცხოვრების სტილი არ მოეწონება სატურნს, შეიძლება შექმნას ჯანმრთელობის პრობლემები. აქედან გამომდინარე, საყურადღებოა ეს ტრანზიტი. ქალწულებისთვის ახლა წესით შედარებით ადვილია სტრუქტურა და დაგეგმვა და რუტინა, მაგრამ იქ გააჩნია, რა თქმა უნდა, მერკური რა მდგომარეობაში, რომელ პლანეტებთან ერთად არის, არსებობენ ასცენდენტი ქალწულები, რომლებსაც ეს უჭირთ და აი მათთვის არის ეს ტრანზიტი იმისთვის, რომ მიაჩვიოს რუტინას და მეოთხე სახლზე იქნება ასევე ასპექტი, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება უძრავ ქონებასთან დაკავშირებით თემები წამოიჭრას. არ ნიშნავს ეს, რომ უცილოდ პრობლემა გექნებათ უძრავ ქონებასთან. შეიძლება დაგჭირდეთ, რომ რენოვირება გააკეთოთ თქვენი უძრავი ქონების. შეიძლება დიდხანს გინდოდათ სახლი მაგალითად და აგროვებდით ამისთვის ფულს და აი სატურნი დაგეხმაროთ იმაში, რომ რაც დაიმსახურეთ, რაც დიდი ხნის დაგეგმილი გქონდათ, ისეც მიიღოთ. ძირითადად ეს თემები იქნება მომავალი 3 წლის განმავლობაში აქტუალური თქვენთვის. წარმატებას გისურვებთ ქალწულებო. ასცენდენტის სასწორებისთვის სატურნი გადადის მე-6 სახლში და ასპექტს აძლევს მე-8-ზე, მე-12-ზე და მე-13 სახლებზე. საკმაოდ რთული ტრანზიტია სასწორებისთვის, რადგანაც თუსთან ასახლებზეა მთელი აქცენტი გაკეთებული და მოუწევთ სასწორებს ბევრი მუშაობა ამ პერიოდში. ეზრდებათ მოვალეობები, ეზრდებათ ისეთი საქმე, რომელიც შეიძლება ეზარებოდეთ და რუტინასთან იყოს დაკავშირებული. მაგრამ, რა თქმა უნდა, ტრანსფორმაციებიც იქნება იქ გააქტიურებული. მე-8 სახლიც არის და მე-12 სახლიც აქტიური და უნდა გაფრთხილდეთ ქრონიკული დაავადებებთან დაკავშირებით, რადგანაც მე-6 სახლი დაავადებებიც არის. და აი ძალიან ყურადღება უნდა მიაქციოთ განსაკუთრებით პირველი 3-6 თვე, თუ სატურნი გადავიდა, ანუ როდესაც გადადის პირველად უფრო დიდი ეფექტი იგრძნობა ხოლმე ამ კუთხით და თუ რაიმემ შეგაწუხათ, აუცილებლად სჭირდება ამას მიხედვა და სჭირდება მიხედვა იმ კუთხით, რომ რაღაცა სატურნს არ მოსწონს თქვენი ყოველდღიურობასთან დაკავშირებით. ჯანსაღი ცხოვრების წესი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე მნიშვნელოვანი იქნება ამ პერიოდში მენტალური ჯანმრთელობა, რადგანაც მე-8 და მე-12 სახლია ჩართული. კარგი იქნება ძალიან თუ მიხედავთ მენტალურ ჯანმრთელობას, რაღაცა პრაქტიკებს აუცილებლად რაღაც პრაქტიკები ძალიან დაგეხმარებათ ამ ტრანზიტის გავლაში, რადგანაც გააჩნია იქ, რა თქმა უნდა, რომელი მახატაშა გაქვთ. ვიღაცისთვის შეიძლება უფრო მწვავედ წამოიჭრას ეს საკითხები, ვიღაცისთვის ძალიან მსუბუქად და თუ ბევრს იმუშავებთ და შეასრულებთ თქვენ მოვალეობებს კეთილსინდისიერად, ეს სატურნის ენერგია უფრო დაგეხმარებათ იმაში, რომ სასურველ მიზნებს მიაღწიოთ, განსაკუთრებით სამსახურთან დაკავშირებით. რაც შეეხებათ მორიელებს. მორიელებისთვის სატურნი გადადის მე-4-დან მე-5 სახლში და ასპექტს აძლევს მე-7, მე-11 და მე-2 სახლებს. აქედან გამომდინარე, რომ მე-5 და მე-7 სახლი ჩართულია, მთავარი თემა იქნება აქ ურთიერთობები და ოჯახი. ანუ შეიძლება შვილებთან დაკავშირებით მოგიწიოთ უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება. შეიძლება იქიდან გამომდინარე, რომ მე-5 და მე-7 სახლის კავშირია, თქვენი ურთიერთობები გახდეს უფრო სერიოზული. მაგალითად, პარტნიორთან ურთიერთობა შეიძლება სერიოზული გახდეს უფრო. ან თუ უკვე დაქორწინებული ხართ, შეიძლება მოგიწიოთ უფრო მეტი შრომის ჩადება პარტნიორთან ურთიერთობაში ზოგადად. ფოკუსი მაინც იქნება ყველა ვარიანტში ოჯახზე და არა სამსახურზე. ასევე ფრთხილად უნდა იყოთ, რაც შეეხება შემოსავლებს და ფულს, რადგანაც მე-11 და მე-2 სახლი იღებს ასპექტებს ორივე შემოსავლების სახლი თქვენს რუკაში
და ფული უნდა დახარჯოთ უფრო პასუხისმგებლობით, ასე ვთქვათ. უნდა გქონდეთ აუცილებლად დანაზოგი ანგარიშზე, რომ სატურნს საერთოდ უყვარს, როდესაც ფულს უაზროდ ავრფლანგავთ და რაღაცაში ვხარჯავთ, რაც ჩვენთვის საჭიროა და არა რაღაცა ზედმეტ. ანუ იმის მიხედვით ვხარჯავთ, რამდენიც გვაქვს და თუ რაღაცას დააგროვებთ, კიდევ უფრო უკეთესი იქნება ამ პერიოდში, რადგანაც შეიძლება შემოსავლები ისეთი არ იყოს, ან პირიქით შეიძლება ძალიან ბევრ შრომობდით და ეხლა სატურნმა იმ შრომის შესაბამისი შემოსავლები მოგცეთ, მაგრამ მაინც არ უნდა დახარჯოთ ეს შემოსავლები ზედმეტად, ვიდრე საჭიროა. წარმატებას გისურვებთ მორიელებო. რაც შეეხებათ მშვილდსნებს, სატურნის გადადის მეოთხე სახლში და მეოთხე სახლი იცით კენდრა სახლია და მნიშვნელოვანი ტრანზიტია. ასპექტს აძლევს მე-6-ზე, მე-10-ზე და პირველ სახლზე. ესე იგი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წამოიწევა თემები. თუ კარგი მახადაშაა, შეიძლება სახლი იყიდოთ, შეიძლება სახლი გაარემონტოთ. თუ ვენერას მახადაშაა, დიდი შანსია, რომ მანქანა იყიდოთ მაგალითად. უფრო წამოიწევა შეიძლება ვალდებულებები დედასთან დაკავშირებით, ან ნათესავთან დაკავშირებით დედის მხრიდან. მე-6 და მე-10 სახლი ორივე ჩართულია და აუცილებლად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეს პერიოდი თქვენი კარიერისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ბიზნესი აქვს, რადგანაც ნახეთ მე-10 სახლიც გააქტიურებულია და პირველი სახლიც და თუ თქვენი ბიზნესი თქვენ წარმოგადგენთ, ანუ გაქვთ ისეთი ბიზნესი, რომელსაც თქვენი სახელი ქვია, ან თქვენი სახე უნდა გამოჩნდეს აქ, იმიტომ რომ პირველი სახლის და მე-10-ც ჩვენ სოციალურ სურათთან არის კავშირში. მაშინ ჩადებთ აქ ძალიან ბევრ შრომას და კარგ სიზამთ თუ ბევრ შრომას ჩადებთ, რადგანაც იქნება პროგრესი, ოღონდ არ იქნება ესე ძალიან დიდი პროგრესი უცებ, იმიტომ რომ სატურნია, მაგრამ იქნება ეს ერთი მყარი, ზრდადი პროგრესი თქვენს კარიერაში და ბიზნესში. გარანტირებული, ასე ვთქვათ. და ბევრი შრომაც მოგიწევთ. რა თქმა უნდა, ეს ისე ყველაფერი არ მოვა. მაგრამ კიდევ მესამე თემა, რომელიც აქტიური იქნება თქვენი ჯანმრთელობა, რადგანაც პირველი სახლიც აქტიურია და მე-6-ც, ანუ აუცილებელია, რომ რუტინა იყოს თქვენ დღის წესრიგში, ერთი და იგივე დროს ადგეთ, ერთი და იგივე დროს შეეცადოთ, რომ დაიძინოთ. თუ ვარჯიშობთ, ერთი და იგივე დროს ივარჯიშოთ, მაგალითად კვირაში 3-ჯერ თუ ვარჯიშობთ, ყოველ კვირას ივარჯიშოთ ის 3 დღე ზუსტად იგივე დღეებში და სატურნს უყვარს ეს რუტინა, რაც უფრო მეტ რუტინას შემოიტანთ თქვენს ცხოვრებაში, მით უფრო კარგად წავა თქვენი ჯანმრთელობის საქმე. და ეს გაითვალისწინეთ, წარმატებებს გისურვებთ მშვილდოსნებო. რაც შეეხებათ თხის რქებს, თხის რქა ასცენდენტებს, სატურნი არის თქვენი მთავარი პლანეტა და შესაბამისად სატურნის ყველა ტრანზიტი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სატურნი გადადის მე-3 სახლში, აძლევს აქედან მე-5, მე-9 და მე-12 სახლებს ასპექტს. მე-3 სახლი რა არის? ეს პირველ რიგში არის თვითგამოხატვის სახლი. და აქ წამოვა პირველ პლანზე კომუნიკაცია. ანუ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ძალისხმების ჩადება დაგჭირდეთ კომუნიკაციაში, ან სამსახურში მოიმატოს თქვენთან, მაგალითად უფრო მეტი მეილები მოგივიდეთ, ანუ უფრო მეტი საქმე გაგიჩნდეთ, რაც ეხება კონკრეტულად კომუნიკაციას. ძალიან კარგი დრო არის, რომ ისწავლოთ რაღაცა ახალი, რადგანაც მე-3 სახლის სწავლის სახლიც არის. ისწავლოთ და ასევე ასწავლოთ ის, რაც უკვე იცით, რადგანაც მე-9 სახლიც აქტიურია. ოღონდ ეს სწავლა უნდა იყოს ძალიან სტრუქტურიზებული, ისეთი როგორც სატურნს უყვარს. ანუ აიყვანოთ მასწავლებელი, მაგალითად უცხოენის სწავლა თუ გინდათ, ან რაღაცა კურსის გავლა. შეიძლება დაიწყოთ ახალი ჰობი, რადგანაც მე-5 სახლიც აქტიურია. ოღონდ ესეც სტრუქტურიზებული უნდა იყოს, აქაც პერსონალური ასისტენტი ან ვიღაც მასწავლებელი უნდა აიყვანოთ, რომელიც ამას გასწავლით. მნიშვნელოვანი იქნება ასევე
რა თქმა უნდა, მეცხრე სახლის თემები, ანუ შეიძლება სამოგზაუროდ წახვიდეთ სადღაც, დიდი შანსია რომ წახვიდეთ სხვათა შორის იქიდან გამომდინარე რომ მე-12 სახლიც აქტიურია, მაგრამ ასევე დაგჭირდებათ სულიერებასაც დაუთმოთ ყურადღება მე-12 სახლიდან გამომდინარე. უმაღლესი ცოდნის დაუფლების სურვილი შეიძლება გაგიჩნდეთ და ასევე შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი რომ საზღვარგარეთ წახვიდეთ და იქ მაგალითად რაღაც კურსი გაიაროთ ან შეიძლება სამუშაოთაც კი წახვიდეთ საზღვარგარეთ, მაგრამ უფრო დიდი შანსია რომ საკუთარი ასე ვთქვათ კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ან რაღაცის სასწავლად მოგიწიოთ წასვლა. ასევე სოციალურ მედიაში გამოვლინებისთვის არის კარგი ეს პერიოდი, რადგანაც სატურნი არის მესამე სახლში და მესამე სახლი არის სოციალური მედია მაგალითად. რა თქმა უნდა, მოგიწევთ ბევრი შრომის ჩადება და იქნება ზრდა და პროგრესი ძალიან ნელი, იქიდან გამომდინარე რომ სატურნს არ ახასიათებს რომ ძალიან უცებ მიაღწიოთ წარმატებას, დაგჭირდებათ აუცილებლად დიდი ძალისხმევის ჩადება, მაგრამ სამაგიეროდ გარანტირებულია წარმატება. ანუ ის რომ იფიქროთ რომ შეიძლება რაღაც არ გამოვიდეს, გამორიცხულია, როდესაც სატურნი აქ გადავა და თქვენ საკმარის შრომას დებთ, აუცილებლად გამოგივათ საკუთარი თავის მაგალითად გამოვლენა იმ სახით, როგორც გინდათ. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ, თხის რქებს. რაც შეეხება მერწყულს, მერწყული ასცენდენტებს, თქვენთვისაც უმნიშვნელოვანი ტრანზიტია სატურნის ყველა ტრანზიტი, რადგანაც თქვენი მფარველი პლანეტა მთავარი არის სატურნი და მერწყულებმა გამოიარეს საკმაოდ რთული პერიოდი, როდესაც სატურნი იყო პირველ სახლში, გაიარეს დიდი ტრანსფორმაციები და ეხლა დადგა დრო, რომ აი ამ ტრანსფორმაციებისთვის მიიღოთ ჯილდო, მოხდეს მონეტარიზაცია ამ ყველაფრის, რაც გაიარეს და დაგიფასდეთ ეს თქვენი რთული პერიოდი, როდესაც სატურნი გადავა უკვე მეორე სახლში და ასპექტს აკეთებს მეოთხე, მერვე და მე-11 სახლებში. უკვე დადგა დრო, რომ სხვებს დაეხმაროთ და ამით, ასე ვთქვათ, შემოგივიდეთ ფინანსები. ფინანსური სტაბილურობა გახდება ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის და მიიღებთ ამას კიდევაც, რადგანაც სატურნი არის აქ მეორე სახლში უკვე. შეიძლება მოგემატოთ პასუხისმგებლობები ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, რადგანაც აი მეოთხე სახლსაც ასპექტს აძლევს და მეორე სახლიც არის ოჯახი, რომელშიც დაიბადეთ. ანუ შეიძლება მშობლების დახმარება დაგჭირდეთ და სატურნი მეორე სახლში ესეთი თემაა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ მაგალითად დადებთ პირობას და ილაპარაკებთ სიმართლეს. რადგანაც სატურნი ამას დაგიფასებთ პირდაპირ აისახება თქვენს ტრანზიტის ხარისხზე. ილაპარაკეთ ყველაფერი, რაც რეალობაა შელამაზების გარეშე, განსაკუთრებით რაც შეეხება მოვალეობებს, ანუ რასაც ვერ შეასრულებთ, პირდაპირ თქვით რომ ვერ შეასრულებთ. აქ მერე სატურნი აკეთებს მეოთხე სახლზე ტრანზიტს და შეიძლება უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მოხდეს რაღაცა მნიშვნელოვანი შენაძენი, რადგანაც მეორე სახლშიც აქტიურია სატურნი. და ასევე მნიშვნელოვანია ისეც, რომ ტრანსფორმაციები გაგრძელდება, მერვე სახლზეც ასპექტს აკეთებს სატურნი და მე-11 და მეორე სახლის კავშირიც ასე ვთქვათ, განაპირობებს იმას, რომ ფინანსების ხარჯვა უნდა ისწავლოთ ძალიან მიზანმიმართულად. შეიძლება უცაბედად მიიღოთ რაღაცა ადვილი შემოსავალიც, რადგანაც მერვე და მე-11 სახლი. მერვე სახლი არის მემკვიდრეობა, შეიძლება მოხდეს ისე, რომ რაღაც მემკვიდრეობა მიიღოთ, გააჩნია ეს თუ თქვენი მაჰადაშა არის ამისთვის, რა თქმა უნდა და თქვენი რუკაც ამაზე მიუთითებს. და საერთო ჯამში ეს არის უკვე პოზიტიური პერიოდი, აი ამოისუნთქებთ, რასაც ქვია, როდესაც სატურნი გადავა პირველი სახლიდან და დაინახავთ იმის შედეგს, რაც აქამდე გააკეთეთ. წარმატებებს გისურვებთ მერწყულებს. რაც შეეხებათ თევზებს, თევზებისთვის სატურნი გადადის პირველ სახლში და არის მე-11 და მე-12 სახლების მფლობელი.
პირველი სახლიდან ასპექტს აძლევს მესამე, მეშვიდე და მეათე სახლებს. ეს პერიოდი იქნება თევზებისთვის ის დრო, როდესაც გაიზრდება მათი გავლენა. რადგანაც მეათე სახლიც ასპექტს იღებს და პირველში არის თვითონ სატურნი, გაიზრდება პროფესიული გავლენა მათი. ოღონდ ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უნდა მოიმატოს მისმა, ასე ვთქვათ, სერიოზულობამ, გულწრფელობამ, საიმედოობის ხარჯზე გაიზრდება ეს გავლენა და მას აღიქვამენ უფრო სერიოზულ სპეციალისტად თავის სფეროში, მაგალითად. პროფესიული ზრდა იქნება ძალიან დამსახურებული იმის შედეგი, რასაც ადამიანი აკეთებდა იქამდე. ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ თქვენი სოციალური წრე იქნება ახლა შეიძლება უფრო მეტად თქვენზე დამოკიდებული, რადგანაც მე-11 სახლის მფლობელია სატურნი და ეს არის ის დრო, როდესაც სატურნი გამოცდას უწყობს თქვენს ურთიერთობებს. რადგანაც პირდაპირ ასპექტს უკეთებს მე-7 სახლზე და იქნება ეს პარტნიორთან ურთიერთობა, თუ ეს იქნება ნებისმიერი მეგობრობა. ყველაფერი გაივლის გამოცდას, ზუსტი ურთიერთობები, რომლებიც არ არის, ესე იგი, გულწრფელი, შეიძლება რომ დაინგრეს, მაგრამ ამ გამოცდას თუ გაუძლებს ეს ურთიერთობა, გადაიზრდება ძალიან გრძელ ვადიანში და მოგიტანთ უფრო მეტ პოზიტივს ცხოვრებაში. ძირითადად მაინც კონცენტრაცია უნდა გააკეთოთ საკუთარი თავის ფლობაზე, დისციპლინაზე, რადგანაც სატურნი პირველ სახლშია. სატურნის ენერგიები პირდაპირ ანუ თქვენზე დიდ გავლენას მოახდენს და ასევე ისეც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მე-11 სახლის მფლობელია სატურნი თქვენთან. ანუ ადამიანმა უნდა შეიმუშაოს ისეთი მოქმედების სტილი, როდესაც აკეთებ რაღაცას, მაგრამ მიჯაჭვული არ ხარ შედეგზე, რადგანაც აი პროფესიულადაც შეიძლება წინ წავიდეს ადამიანი, ოღონდ უბრალოდ თავის საქმე უნდა გააკეთოს და რაღაცნაირად ეს მიჯაჭვულობის გარეშე უნდა იყოს, რომ შედეგს არ უნდა ელოდოს. მაშინ იქნება ყველაფერი იდეალურად და მაშინ მოიტანს აქ სატურნი ძალიან კარგ შედეგს, რადგანაც მე-12 სახლის მფლობელი პირველში ყოველთვის აი გამოცდას გვიწყობს, რამდენად მიჯაჭვული ვართ რაღაცა შედეგზე და მიჯაჭვულობისგან გვანთავისუფლებს. გისურვებთ წარმატებებს და მომავალ შეხვედრამდე.